რატომ არ იყო კვარაცხელია ძირითადში? რა მისწერა ლაკაზეტმა მიქაუტაძეს და ქართველი ფეხბურთელების წარმატებული სეზონის დასაწყისი. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე რა ლაიქე ვიდეო და გამოიწერე ახლა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ჩემპიონებმა ლიგა 1 ყველასთვის მოულოდნელი შემადგენლობით დაიწყეს. პარი სენ-ჟერმენი ნანტთან სათამაშოდ ძირითადი 9 ფეხბურთელის გარეშე გავიდა, თუმცა შეხვედრა 0-1 მაინც მოიგო. როგორც ჩანს, ლუის ენრიკემ ფეხბურთელები გასული დატვირთული სეზონის გამო დაასვენა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი სულ რაღაც 10 დღის წინ შეიკრიბა და ამ პერიოდში სუპერთასის მოგებაც შეძლეს. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, რა თქმა უნდა, დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მოედანზე 78 წუთზე ჩაერთო. ამ მცირე დროში კი კარში დარტყმა მხოლოდ ერთხელ შეძლო. შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ ისაუბრა. ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გაუმჯობესება. პირველი შეხვედრა ჩავატარეთ ლიგა 1-ში და გამოჩნდა, რომ ბურთის შეგრძნება ჯერ კიდევ გვაკლია. ვფიქრობ, ბურთის შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა. წამყვან მოთამაშეებს მოსწონთ მნიშვნელოვანი შეხვედრების თამაში, მაგრამ ტიტულების მოსაგებად და გასული სეზონის წარმატების მისაღწევად ყველა მოთამაშე გვჭირდება. რატომღაც ფიზიკური და მენტალური ფორმა ყველა ჟურნალისტს ანერვიულებს, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩემპიონატის დასაწყისია. ფეხბურთელები კი, რომლებიც ვათამაშებ, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ. მინდა რომ ყველა მოთამაშე განვითარდეს და ეს შეხვედრა მათთვის ძალიან კარგი იყო. ვეცდები იგივეს კეთება გავაგრძელო და ახალ მოთამაშეებს განვითარებაში დავეხმარო. ჩვენი მენტალიტეტი არის ის, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. იმედია, რომ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ქართულიც მალე შეძლებს ძალების აღდგენას და მომდევნო ტურში 2 აგვისტოს ანჟერს საწყისი წუთებიდან შეუტევს. ახლა კი მიქაუტაძე, რომელმაც ტოპ 5 ლიგის ახალ სეზონში პირველი ქართული გოლი გაიტანა. უფრო მეტით 24 წლის ქართველის გოლით ლიონმა ლანს სტუმრად მოუგო და ლიგა 1-ის პირველ ტურში გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. მიქაუტაძე, რა თქმა უნდა, ძირითადში იყო და 92 წუთი ითამაშა. ქართველმა, რომელიც ლიონის მთავარი თავდამსხმელია ამ დროში, კარისკენ 5 ჯერ დაარტყა, ბურთს 28 ჯერ შეეხო და 15-დან 12 ზუსტი პასი გააკეთა. მის ანგარიშზეა 2 წარმატებული დრიბლინგიც. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ფრანგულმა გავლენიანმა გამოცემა ეკიპმა ქართულ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა. საინტერესო კომენტარი გააკეთა ქართველმაც. მადლობელი ვარ ალექსანდრ ლაკაზეტის, რომელმაც თამაშის წინ მომწერა, რომ ვალდებული ვარ ლიონში ჩემი ისტორია დავწერო. ბუნებრივია, როგორც გუნდის მთავარ ბომბარდირს მომეთხოვება გავიტანო გოლი და დავეხმარო გუნდს გამარჯვებაში. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რათა ვიყო ისეთი გუნდის ლიდერი, როგორიც ლიონია. მინდა ამ კლუბისა და ქალაქისთვის ყველაფერი გავიღო. და შეეხება გოლის ეპიზოდს. შევნიშნე, რომ მალიკმა აჩქარება გააკეთა. შევეცადე კართან ახლოს მივსულიყავი და კარგი პოზიცია დამეკავებინა. გამიხარდა გოლი რომ გავიტანე. თავდასხმაში პოზიციის შერჩევა არის ის, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ და დღეს ამან თავისი შედეგი გამოიღო. წვრთნელი ჩვენგან შემტევებისგან პრესინგს და გუნდის დაცვაში დახმარებას ითხოვს. ამის გამო მეც ვცდილობ მეტოქე წნეხში მოვაქციო. სეზონის მოგებით დაწყება გვსურდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენი თამაშით როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ორივე გუნდისთვის დაძაბული თამაში გამოვიდა. საგოლე მომენტები მეტოქესაც ჰქონდა. კარგად ვითამაშეთ და კიდევ 2 ჯერ შეგვეძლო გატანა, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გამოვიდა. შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. მეორე ტაიმში კი თავის წარმატებით დაცვა. წარმატებები ვუსურვოთ გიორგის შემდგომ შეხვედრებში. მით უფრო რომ ქართველს შემდეგ ტურში ძალიან საინტერესო დაპირისპირება ელის. მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეორე ტურში 23 აგვისტოს ყოფილ გუნდს და ახლა გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის მეც დაუპირისპირდება. თქვენი აზრით და შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის პირველი გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმაც. სენტ-ეტიენმა როდეზი შინ 4-0 დაამარცხა. ქართველმა 3 ქულის მოპოვებაში საკუთარი წვლილი 79 წუთზე შეიტანა. დავითაშვილმა ძირითადიდან დაიწყო და 82 წუთი ითამაშა. ამ დროში კი კარში დარტყმა 5 ჯერ სცადა. მის ანგარიშზეა 2 წარმატებული დრიბლინგიც. შეგახსენებთ, რომ ქართველმა, რომლის მწვანეებში დარჩენის საკითხი ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის, ამ გუნდის წინააღმდეგ მეოთხედ ითამაშა და გოლი მეორედ გაუტანა. სენტ-ეტიენს კი ამ დროისთვის 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურის შეხვედრას 23 აგვისტოს სტუმრად ბულონის წინააღმდეგ გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გიორგი წიტაიშვილმა. მეცი სტრასბურგს დაუპირისპირდა და 0-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილმა შეუცვლად ითამაშა და მეცის რიგებში ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელი იყო. მის ანგარიშზეა 4 წარმატებული დრიბლინგიც. მარცხთან ერთად ასევე სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ მეცის კიდევ ერთ ქართველს, გიორგი აბუაშვილს, შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა.
როგორც უკვე გითხარით, მეცი მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს სტუმრად გიორგი მიქაუტაძის ლიონის წინააღმდეგ ჩაატარებს. ახლა კი იტალიის თასი, სადაც გიორგი კვერნაძის გოლის წყალობით ფროზინონემ მონცა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველი შეხვედრაში 59 წუთზე ჩაერთო. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 92 წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 5 საგოლე პასი დააგროვა. იტალიის თასზე კი მან სულ მეხუთედ ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა. იტალიის თასის შემდეგ ეტაპზე 24 სექტემბერს ფროზინონე კალიარის დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 24 აგვისტოს სერია B-ს აველინოსთან შეხვედრით დაიწყებს. გიორგი ქოჩერაშვილის სპორტინგმა კი პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ სტადიონზე არაუკა 6-0 გაანადგურა. გიორგი ქოჩერაშვილი შეხვედრაში 73 წუთზე ჩაერთო და 3 წუთში პრეასისტი მიითოლა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ნახევარმცველს ერთ ეპიზოდში გატანა შეეძლო, მაგრამ დარტყმა ვერ მოახერხა. მცირე დროში ქოჩერაშვილის მიერ შესრულებული 22 პასიდან ყველა ზუსტი იყო. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 23 აგვისტოს ნაციონალს დაუპირისპირდება და იმედია, რომ გიორგის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. თუმცა გატანა ვერ შეძლო და მისი გუნდი ამ სერიაში 6-5 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ნიუბერგმა მეორე ბუნდესლიგის ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან პირველ ორ ტურში დამარცხდა. მომდევნო მესამე ტურის შეხვედრას კი 22 აგვისტოს მიუნსტერის წინააღმდეგ გამართავს. ლუკასგან განსხვავებით წარმატებული გამოდგა გიორგი გოჩოლეიშვილის ოფიციალური დებიუტი ჰამბურგში. 24 წლის ქართველი მცველის გუნდმა გერმანიის თასზე პირველ სენსი 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გოჩოლეიშვილი ძირითადში იყო და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. ქართველის გუნდი გერმანიის თასზე მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს. ბუნდესლიგის ახალ სეზონს კი 24 აგვისტოს გლადბახთან შეხვედრით დაიწყებს. ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კი ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა. უფრო მეტის, ამჯერად ქართველმა დუბლი შეასრულა. ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში გრაცის შტურმა სტუმრად რიდთან გამართული შეხვედრა 3-1 მოიგო. ქართველმა თამაში ძირითადიდან დაიწყო და გოლები მე-16 და 44 წუთებზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს სეზონის შესანიშნავი სტარტი აქვს. 4 გოლი 3 შეხვედრაში. ქართველის შტურმი ბუნდესლიგის მეოთხე ტურში 23 აგვისტოს ტიროლს უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 20 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად ნორვეგიულ ბოდო გლიმანტს დაუპირისპირდება. ბოლოს მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა, რომელმაც ბორნმუთი 4-2 დაამარცხა. ქართველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლივერპული მომდევნო შეხვედრას 25 აგვისტოს სტუმრად ნიუკასლთან გამართავს. იმედია, რომ გიორგის შანსი ამ შეხვედრაში მიეცემა. ახლა კი თუ მოგეწონა ვიდეო და დაგავიწყდა, დაალაიქე, გამოიწერი არხი და ჩართე ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.